საქართველოს უკვე ჰყავს 142 კათალიკოს პატრიარქი. შიო მესამე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ყური არ მიეჩვია, მაინც მოგვიწევს მიჩვევა და სახელდება ასე სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი შიო მესამე. ჩემი აზრით, ახლა უკვე უმნიშვნელოა რა ხდებოდა 17 მარტიდან, ანუ პატრიარქი ილია მეორის გარდაცვალებიდან, ვიდრე დღევანდელ კი არა, გუშინდელ დღემდე მესმის, ანუ რთული პროცესი იყო, არ იყო, ჩვენ არ გქონდა ამის გამოცდილება. მესმის, რომ უსამართლობაც ალბათ იყო, ბევრის აზრით და მათ შორის ჩემი აზრითაც, მეუფე ისაიასთვის, ასე მაგალითად, ან მეუფე დანიელისათვის არჩევის უფლების ჩამორთმევა, წართმევა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ისიც მესმის, რომ მიუხედავად უარყოფისა ხელისუფლება ქართული ოცნებისა ამბობს, რომ ხელისუფლებაზე ამბობენ, რომ არ ჩარეულაო ხელისუფლებაო, ხელისუფლებასთან დაკავშირებით მე რა გითხრათ, ხით გაგახროთ, მე მგონია, რომ ის მაინც წაეხმარა შიო მუჯირს, ეს ალბათ სწორი ისნა არის. მოკლედ, ეს უკვე დღეს ჩემი მოსაზრებით, მას შემდეგ განსაკუთრებით რაც ინტრონიზაცია მოხდა, გუშინდელი დღის შემდეგაც მეორე ხარისხოვანი მგონია, მე მგონია, რომ სრულიად კანონიერი კათალიკოს პატრიარქი ყავს ახლა ჩვენ. მთავარი არის ეს და მე კრიტიკოსი შიო მუჯირისა განსხვავებით თქვათ ილია მეორისაგან მას ბევრ კითხვას, მეტ კითხვას დავსვამ მისი მისამართით, ზოგადად საპატრიარქოს მისამართით უკვე მომავალში და არა მხოლოდ მე, ჩემზე კომპეტენტური პირებიც, რასაკვირველია, კითხვებს დაუსვამენ საქართველოს საპატრიარქოს, ამა თუ იმ მიღებულ, ან არ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იმასაც ვიტყვი, რომ თუ არ მოხდებოდა კანონიერების აღიარება შიო მუჯირისა, ეს გაცილებით რუსული სცენარი იქნებოდა ჩემი აზრით. მოკლედ, ასე ამბობენ ხოლმე და ასე ითქვა გუშინ აქსიოს, ქართულად ეს ნიშნავს ღირსია. ეს სიტყვა ის მოდა აგიგითხარით გუშინ, მე არ ვიცი როგორ უნდა დაისვას ეს კითხვა ბერძნულად, არ ვიცი მართლა, ქართულად კი ინტონაციის შეცვლა და კითხვის ნიშნის დასმაც კი საკმარისია. ამ კითხვით მე მივმართავ არჩილ გამზარდიას, რომელიც გვიერთება პოლიტიკის ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი. არჩილ, მოგესალმები და სწორედ პირველი კითხვა ამგვარია, ღირსია? და მაღალი ალბათობით შენ მიპასუხებ, რომ ღირსიაო, მაგრამ ამას დასაბუთებაც სჭირდება ერთის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ცოტა რიტორიკულიც კი არის ეს კითხვა. მოგესალმები ირაკლი, დიდი მადლობა. ღირსია, რადგან ის აირჩია ეპისკოპატის უდიდესმა ნაწილმა და პატრიარქი უპირველეს ყოვლისა არის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, შემდგომ უკვე საქართველოში ეკისრება ამ მეთაურს ძალიან ბევრი მისია, რომელიც სწორად ან არასწორად არის ხოლმე მე ქვეყნისათვის ასე ვთქვათ წარმოდგენილი. შესაბამისად, თუ კი მის მოსაყდრეობას, ქორეპისკოპოსობას მანამდე და ყველა იმ განვლილ გზას ჩვენ მისაღებად ვთვლით, უпростоრად მართლმადიდებელი ეკლესია მეთაურები მისაღებად თვლიან, ამ შემთხვევაში მე ქრისტიანულ დამოკიდებულებას გამოვიჩენ ამ თვალსაზრისით, რომ მორჩილად ვიღებ მას როგორც პატრიარქს, იმიტომ რომ აქ რომ კითხვა დავსვა, ჩემ თავთანაც და ჩემ საქმიანობასთანაც და ყველაფერ სხვადანარჩენთან უფრო მეტ არასწორ, ასე ვთქვათ, პოზიციას გამოვავლენ. ამიტომ აქსიოს მას სჭირდება ძალიან დიდი თანადგომა, ამ შემთხვევაში არ გულისხმობ ხარდაჭერის ტრადიციულ ხერხებს, რომელიც თავის ქნევას გულისხმობს ხოლმე, ასე ვთქვათ. ეს სწორედაც რომ არ არის თანადგომა, ეს უფრო მლიქნელობა, ესე მახასიათებელი არა მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, არამედ უმაღლესი იერარქებისთვისაც, რომლებიც ახლა ცდილობდნენ, რომ დაწინაურდნენ პატრიარქ შიო მესამის კარზე. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. დაწინაურდნენ, ანუ უფრო ესეთი ძლიერები იყვნენ, უფრო ახლოს იყვნენ მასთან. კი, მისი მხარდაჭერა გადის ახმარებაში, რომლითაც შეუძლია ის იყოს უფრო უკეთესი პატრიარქი, გამოავლინოს უფრო მეტად ის თავისი სიკეთე, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ საიმისოდ, დავიცვათ ის საკუთარი შესტომებისაგან, ჩვენი ვცადოთ ყოველ შემთხვევაში, რომ ის შევიდეს, ის უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც 142 პატრიარქი, მაგრამ ის შევიდეს იმ სახელით, რითიც ჩვენი შთამომავლობა
ბედნიერი აი იქნება. რა მისია დააკისრა? აი ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ძალიან რთულია. დამეთანხმე ნებისმიერი ისტორიული მისიის შესრულება პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, იმიტომ რომ 48-59 წლიანი მმართველობა ილია მეორისა ეპოქალური იყო. აკი დაკრძალვა მას და საზოგადოების დამოკიდებულებაც მას ამ პირის პერსონის მიმართ ეს დაადასტურა, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა. სხვა შორის 90-იან წლებში მისი დასაწყისში მისი რეიტინგი ძალიან დაცემული იყო, მაგრამ მან მოახერხა იმუშავა, ასე ვიტყვი, საკუთარ თავზეც და შექმნა საკუთარივე სახელი ისტორიაში. და ნებისმიერისთვის, ძალიან მასშტაბური კაცისთვისაც კი მემკვიდრეობა ილია მეორისა იქნება ძალიან რთული. რა მისიას აკისრებს, თუნდაც ფილოსოფიურადაც მიმჯეროთ ისტორია შიო მესამეს. თუ ჩვენ ვილაპარაკებთ თეორიულ მისიაზე პირველ რიგში, მე შეგვიძლია ჩვენ ვიმჩნევოთ იმაზე, რეალურად რა მისიისთვის არის ის პატრიარქი, როგორ უზრუნველყეს მისი პატრიარქობა რა მისიისთვის, მაგრამ თეორიული მისია პირველ რიგში ეს არის სარწმუნოების კიდევ უფრო მეტი შემოტანა ადამიანებში, წმინდა საღვთისმეტყველო ფუნქცია ნებისმიერი სულიერი მამის, ეს არის ადამიანების დახმარება სწორი ქრისტიანული ფასეულობებით იცხოვროს და დაიმზადოს იმ ქვეყნისათვის, ასე ვთქვათ, ხონების მეტი პირობა შექმნას თავის ცხოვრებით. ეს არის უპირველეს ყოვლისა. მეორე მისია თეორიული პატრიარქის, ეს არის მისი ეროვნული ფუნქცია, რომელიც გულისხმობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჰარმონიის შექმნას ამ ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის თუ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის თუ სხვადასხვა ფასეულობით ჯგუფებს შორის, ანუ ნამდვილი ტოლერანტობის შექმნა, იმიტომ რომ ტოლერანტობა ქრისტიანული ფასეულობაა პირველ რიგში და დახმარება იმისა ყველანაირი თვალსაზრისით, აი ფიზიკურად თუ დასჭირდება, ფიზიკურადაც მათ შორის, ამ შემთხვევაში შინაარსობრივად იმისათვის, რომ ამ ქვეყანამ უფრო წინ წაიწიოს მისი სამოქალაქო ცნობიერების მეტი გაუმჯობესების ხარჯზე. ეს არის მისი უპირველესი და ასე ვთქვათ, ასევე მეორე მიზანი, რაც ვთქვი, უპირველესი მიზნები. ეს არის პრინციპი, რისთვისაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქებს გააჩნიათ ის განსაკუთრებული სტატუსი, ის განსაკუთრებული რეგალია, ის განსაკუთრებული შესამოსელი, განსაკუთრებული პატივი, რომლითაც თითოეული ადამიანი მას მიმართავს, იმიტომ რომ სასულიერო იერარქები, განსაკუთრებით ბუნებრივია პატრიარქი, წარმოჩენილია როგორც უპირატეს პირად, უფრო მნიშვნელოვნად, რადგან ის არის კათოლიკოსი, ის აღქმულია როგორც უფრო ბრძენი, უფრო ჭკვიანი, უფრო მცოდნე, უფრო ცნობიერი, უფრო მეტი პასუხისმგებლობის მქონე და უფრო მეტად თვით შეწირვაზე ორიენტირებული, ვიდრე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. აკი ამ მისიას ასრულებდნენ კიდეც, ბოდიში არჩილ კი არ გაწყვეტინებ, მაინც და მაინც მითხრობ, ძალიან საინტერესო საუბრობ. აკი ამ მისიას ასრულებდნენ კიდეც, ჩვენ ილია მეორის ჩათვლით გვყავდა 9 კათოლიკოს პატრიარქი მე-20 საუკუნის 10-იანი წლების მიწურულიდან ვიდრე 21 საუკუნის 26 წლამდე, აგე 17 მარტამდე, მაგრამ ბევრი თუ რამდენიმე, მოდი ასე ვიტყვი, პატრიარქი ამ მისიას საუკეთესოდ ასრულებდა. მესმის რომ ასე მაგალითად კირილ საზაგრელიშვილი ძალიან ცოტა ხანი იყო პატრიარქი, მაყურებელმა იცის და ბუნებრივია შენ ბევრად მეტი იცი ჩვენზე, რომ ის მოკლეს, როგორ მოკლეს ეს ვიცით. ამ მისიას ასრულებდა, მეორეზე არაფერს ვიტყვი და მესამე პატრიარქი, ამ შემთხვევაში ამბროსი ხელაიას გულისხმობ, ვინც ის და კარგადან, საკმაოდ კარგად ასრულებდა კალისტრატე ცინცაძე, უკვე შემდგომ, ანუ ქრისტეფორე ციცქიშვილის შემდგომ პატრიარქი და სხვებზე რა გითხრათ, მაგრამ ილია მეორეც არაჩვეულებრივად ან საკმაოდ კარგად ასრულებდა. აი, აქედან გამომდინარეც და კითხვა ბარემ, უნდა იყოს თუ არა მით უფრო ჩვენს ეპოქაში პატრიარქი შიო მესამე გარდაულა დაუცილებელია თუ არა იყოს მკვეთრი. აი, მკვეთრი არ მინდა სიტყვა ხისტი წამომცდეს, მაგრამ იმდენი პრობლემა დაგროვდა ჩვენ საზოგადოებაში და კი არ მცირდება პრობლემათა რაოდენობა, არამედ იზრდება რაოდენობა პრობლემებისა, რომ ეს განაპირობებს ესით, უნდა განაპირობებს უმაღლესი სასულიერო იერარქიის პრინციპულ, მოდი არც სიტყვა მკვეთრს მოვიშველიებ და არც ხისტს, პრინციპულ პოზიციას მნიშვნელოვან საკითხებზე. არადა პრინციპული პოზიციის გამოჩენის შემთხვევაში ძლიერებს ამასოფლისა საერო ხელისუფლებას გულისხმობ, ეს შეიძლება სულაც არ ეამოთ. აი,
როგორი მოლოდინები გვაქვს ამასთან დაკავშირებით მე კონკრეტულ მღვდელმსახურებზეც ღვთისმსახურებზეც გეტყვი მაღალ იერარქებზე რომლებიც ცდილობენ გარკვეულად რაღაც შეზღუდვას პატრიარქი შიო მესამისა პირველი ხო ამ კვალიფიკაციაში ალბათ ყველა შესაძაფერისია კაფიო უნდა იყოს მან უნდა იცოდეს ზუსტად რას ქმნის და ყველაზე მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის რომ ის იყოს ასე ვთქვათ სათნო არა ამ ქვეყნიერი მმართველისათვის თუ მმართველებისათვის არამედ ღვთისთვის იმიტომ რომ ეს მისია მას ღვთისგან აქვს მიღებული ის არის უპირველეს ყოვლისა ბერი მას უპირველეს ყოვლისა როგორც კი ის ბერად აღკვეცეს ამიერი ქვეყნისათვის შეწყვიტა არსებობა ამიტომაც არის რომ ბერად აღკვეცის პროცესში ადამიანებს წესუგებენ ისევე როგორც გარდაცვლილ ადამიანებს რომელიც სიმბოლურად ნიშნავს რომ ამ ქვეყნიერებისათვის ანუ ყოფილი ქვეყნიერებისათვის ისინი არსებობას ასრულებენ და ღვთისთვის აგრძელებენ მაგრამ ღვთისთვის ცხოვრება გადის ადამიანის ხარჯზე აი ეს არის მისი მთავარი მიზანი, ამიტომაც ვიზე უნდა კონდეს სწორება იდეაში პატრიარქს იმ პატრიარქებზე რომელიც თავად ჩამოთვალე თუ იმაზე რომ მან მაქსიმალურად მეტი კომფორტი მოირგოს იყოს თუნდაც ამიერ ცხოვრებაში რაღაცა დიდი კომფორტის ფუფუნების თუ თუნდაც აღიარების პერიოდში იმიტომ რომ აღიარებაც დღეს შეიძლება გარკვეული სახელმწიფო პროპაგანდისა და მოქმედებების რესურსებით ასე ვთქვათ თუ ის ფუნქცია შეასრულოს რაზედაც წეგან ვლაპარაკობდით გამოწვევები შიოს აქვს ძალიან ბევრი იმიტომ რომ თუ კი რაიმე პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში იყო პატრიარქის კონტექსტში შედარებით გადადებული გვერდით იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქი ილია მეორე იყო უკვე ასაკში მას აღარ ქონდა სათანადო ჯანმრთელობა, მაინც ცდილობდა ბოლომდე რომ მაჯისცემა ქონოდა ქვეყნის და ხალხის, მაგრამ რაღაცეებს მას უკვე ვერ დაავალდებულებდნენ ადამიანები, რომ ამაზე გაეც პასუხი აკმიდი, ის გააკეთე და ასე შემდეგ. პატრიარქი შიო ამ ხრივ უკვე ძალიან ბევრი ვალდებულების რეჟიმში აღმოჩნდება და მათ შორის იმ ვალდებულებით რეჟიმში რომ მას არ ექნება კომფორტი აუაროს გვერდი პროცესებს. არ ექნება ამისი კომფორტი ის უნდა ჩაებას ყველაფერში მათ შორის და ეს არის ალბათ სხვა პატრიარქების შემთხვევაში მე ასე კარგად შესწავლილი არ მაქვს მაგრამ საქართველოს პატრიარქი რაღაც მომენტში თავისი სულიერი საეკლესიო მიზნების რესურსები იმდენი არ აქვს ხოლმე კიდევ შესაძლებლობა როგორც საერო ფუნქცია აქვს აკიდებული აქამდე ასე იყო საერო ფუნქცია იმიტომ რომ კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო არა მხოლოდ ეკლესიის მეთაური ის იყო საერო ლიდერი ყველა ხანგრძლივობაში უკლებდი ყველა ეპისტოლეში საერო პრობლემატიკაზე საი დემოგრაფიიდან დაწყებული ეკონომიკიდან დაწყებული ნებისმიერ საკითხზე თუ მნიშვნელოვან საკითხებზე სხვა საქმეა რამდენად ვეთანხმებოდით მას მაგრამ ყველა საკითხზე ამახვილებდა ბევრ საკითხზე ამახვილებდა ყურადღება სხვა პატრიარქებით შეგვიძლია გაუცადოთ ბოდიშვიხტი ერთი რეპლიკა და ბუნებრივია ისი შენ და ფართო საზოგადოებას კი განუმარტავ თუ ლეონიდე ოქროპირიძეს არ მივიღებთ მხედველობაში ის მაინც კირიონ საზაგლიშვილის მკვლელობის მარტყოფში მკვლელობის შემდეგ აირჩა დამოუკიდებელ საქართველოში პატრიარქად შიო მუჯირი არის პირველი პატრიარქი რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში არის არჩეული არც კირიონიც კი ის მაშინ მეფის რუსეთი იყო ანუ ჩვენ ვიყავით იმპერიის შემადგენლობაში დამოუკიდებლობა ჯერ არ ქონდა გამოცხადებული და რევოლუცია თუ რევოლუციის პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი ოქტომბრისა და თებერვლის რევოლუციებს გულისხმობ და სხვებზე აღარც ვლაპარაკობ ილია მეორის ჩათვლით ხო და აი აქედან გამომდინარეობს მაგრამ კითხვა უყურე აი მაგალითად დიპტიხის მიხედვით ესეთი კითხვაც დაისმა ერთ-ერთი რესპონდენტის მიერ ფორმულაზე იყო ოღონდ არ მახსოვს იმ თეოლოგის სახელი და გვარი. მოკლედ დიპტიხის მიხედვით ვიცით ჩვენ რომ ამ იერარქიაში რუსეთი წინ არის უპირატესია ვიდრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ამ თეოლოგმა კაცმა გვარი არ მახსოვს თქვა ამგვარი რამ რომ პატრიარქი შიო ვალდებულია რომ ჩავიდეს გარკვეულ სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიებს ესტუმროს. დიპტიხის მიხედვით რუსეთი წინ არის. მე არ მგონია რომ პატრიარქი შიო არ გარისკავს და გარისკავს და არჩავა კონსტანტინოპოლში რას ბრძანებთ ჩავა რასაკვირველია მით უფრო რომ ბართლომეუსი პატრიარქი ილია მეორეს უზარმაზარ პატივს სცემდა და ესწრებოდა კიდეც მისი დაკრძალვის დღეს
სამების საკათედრო კი არა სიონის საკათედრო ტაძარში და სამებაშიც მოსკოვში უნდა ჩავიდეს აი ეს კითხვა იმიტომ პატრიარქ ილია მეორეს ჩვენ წყალებში პატიობდით იმ 2-3 თუ 7 სიტყვას რომელიც მას წარმოუთქვამს რუსეთის დედაქალაქში რუსეთის პრეზიდენტზე მათ შორის შიოს ეს არ ეპატიება იმიტომ რომ ის ჯერაც არ არის პატრიარქ ილია მეორე სტატუსი პირველი ირაკლი რომ ამ შემთხვევაში გააჩნია ზოგადად მისი ხედვა საეკლესიო საგარეო პოლიტიკა როგორ იქნება აგებული თორემ აქ თემა ის კი არ არის სად ჩავა არამედ რა მისიით ჩავა და რას შეეცდება აქ არის ერთი ცოტა ტაქტიკური ელემენტი პირობითად პირველი სად ჩავა პირველს უპირატესობას რას მიაინჭებს სად მიესვლება ამას გარდა სად გაუხსნიან მას სივრცეს და ასე შემდეგ თორემ მე ზოგადად მიმაჩნია რომ პატრიარქი რა კი ყავ თქვა საერო პოლიტიკისაგან განსხვავებით საეკლესიო პოლიტიკა მაინც აი ამ რაღაცა ძმობის და სულიერი ძმობის იდეაზია და ამ ხრივ უფრო რბილი არის აი ეს ურთიერთობების ფორმა ამ ხრივ ძალიან სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდება მიუხედავად ამისა იმიტომ რომ აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ წასვლის თუ კონტაქტების კუთხით მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილზე დიპტიხში რომელშიც მე მგონი მე-6 ადგილზე ვარ ჩვენ და მე-3-ზე ვარ დიახ ხო არამედ იმაზეც საერთოდ რა კიღა ეს სქიზმა არის უკვე მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის რუსეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის საქართველოს ამ დილემას საქართველოს მართლმადებელი ეკლესია როგორ გადაწყვეტს იმიტომ რომ აქ ბალანსის პოლიტიკა ძალიან ფრთხილია. კარგი ის არის სტრატეგია, მაგრამ ფრთხილი პოლიტიკა, რომელსაც შეიძლება ყველაზე უარეს შედეგი მოხვდეს, როგორც გამშველებელს ხდება ხოლმე, არა? მეორე მხრივ, უპირატესობის მინიჭება, რომელიღაცა ერთზე თავისთავად შეიძლება აისახოს ნეგატიურად მეორე მხარეს. უკრაინის ეკლესიის თემა აქ არ არის ჩვენთვის თემა უბრალოდ ჩვენთვის არის აქ თემა. არა იმდენად უკრაინის ეკლესიის აღიარების კუთხით თავად უკრაინისთვის. შეიძლება მათთვის კიდევ ერთი ახლა მსოფლიო პატრიარქი თუ აღიარებს და ყველაზე წამყვანი მართლმადიდებელი ეკლესიები იქ საქართველოს შეიძლება არ იყოს მათთვის ყველაზე საკვანძო თავიანთ საგარეო საეკლესიო პოლიტიკაში, მაგრამ ეს ჩვენთვის არ მნიშვნელოვანი სად იხედება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. დღემდე ეს პროცესი იყო მოტანილი ისე რომ აი არც მე რასაც ვამბობდი თითქოს ბალანსის პოლიტიკაზე იყო აგებული რომ რაღაცა ნორმალური ურთიერთობები ქონოდათ რუსეთთანაც და კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან მაგრამ ჩვენ ვხედავდით რომ ეს არ იყო იდეალური ბილად რომ თქვა გადაწყვეტა ამიტომ და პატრიარქ ილია მეორესაც არ ხოდნენ აი ამ აქტიურობას, იმიტომ რომ მას ფიზიკურად არ შეეძლო წასულიყო ერთგან მეორეგან სხვადასხვა დღესასწაულზე, აქ მარტო იმაზეც არ არის ლაპარაკი ჩავა თუ არა თავად იმ ეკლესიებში. შესაძლებლობები არსებობს სრულიად სხვა ნეიტრალურ ქვეყნებში საპატრიარქო წირვები შესრულდეს და იქ მოხდეს შეხვედრები, ანუ როგორც საერო პირებს გააჩნია და მმართველებს ეგრესურსები, ისე საეკლესიო პირებს გააჩნიათ, მაგრამ პატრიარქ შიო მესამეს ეს დილემა იქნება გადასაწყვეტი. სხვათა შორის ეს დილემა უკვე რომ დგას აქტიურად, ერთ-ერთი ასპექტი შეიძლება იყოს დაჩქარებული ინტრონიზაციის, რომელიც მოხდა. იმიტომ რომ აი როცა იყო ვერსიები, რატომ ასე სწრაფად, იქ შეიძლება იყოს ძალიან ადამიანური ფაქტორი, ადამიანური ნებაც, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო. იქ შეიძლება იყოს ოდნავ ამისი რისკი ნაკლები იყო, მაგრამ ის თემა რომ თავად ლეგიტიმაციის საკითხი არ დამდგარიყო მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომფორტულად მოხდა ყველაფერი, მაგრამ ერთ-ერთი თემა ის იყო, რომ თქვათ და ახლა მართლმადიდებელი ეკლესია მოიწევდა ყველას. აქ თემა ის კი არა, ის მოიწევდა ყველას და ვერავინ ვერ გაამტყუნებდა ამ მოწვევისათვის, ბუნებრივია, მაგრამ ვინ ჩამოვიდოდა მსოფლიო პატრიარქი, აი რომ არ ჩამოსულიყო პირადად გამოეგზავნა დელეგაცია, მაგრამ სამაგიეროდ ჩამოსულიყო რუსეთის პატრიარქი. როგორი შესაბამისობა იქნებოდა? კი, მე ვიტყოდი, რომ ამ კუთხით თუ ეს ასპექტი დღეს ასე ვთქვათ, დღეს კი არა, ინტრონიზაციის დღეს მნიშვნელოვანი იყო, ხომ? ამ შემთხვევაში ესეც იყო გადაწყვეტა, რომ რაღაცა ძალიან სწრაფად მოხდა, ჩაკეტილად შიგნით
ყველა სხვა ადგილობრივად და სწორიც კონფესიით არის, ვერც გაემთხუნება ამ შემთხვევაში, რომ საკუთარივე თავი ასეთ უხერხულ თუ სწორი სიტყვა არ მოექციათ, ამ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეგდოთ, ხო? მაგრამ ეს დღეები გაივლის, აი ეს რაღაცა აღფრთოვანების თუ ამაღლებული განწყობების და წავა მალე სრულიად სამუშაო დღეები, ჩვეულებრივი რუტინა. მუხჩაუფრელი კი, შრომა, ბატონო. რომელიც ჭირდება და ექნება საქართველოს პატრიარქს. ამიტომ ამ დილემის მუშაობა ალბათ რთულია. ამას გარდა აქ ლაპარაკი არის კიდევ ჩვენ არ დაგვამისდეს, რომ აი ამ საეკლესიო პოლიტიკის ნაწილია მოქნილობა და მიზნები და მათ შორის აი ერთგვარი ეს სიტყვა არ უყვართ ვაჭრობა, მაგრამ მოდი ასე დავარქვათ ინტერესების გაცვლა და შესაბამისობა ეკლესიებს შორის. რა სჭირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვინ უფრო მეტ შესთავაზებს, როგორ შესთავაზებს, ეს ჩვეულებრივი პროცესია. ეს დიპლომატიური უნარი პატრიარქ ილია მეორეს ჰქონდა არაჩვეულებრივი, სასწაულად დახვეწილი, ყველა თვალსაზრისით ქცევა, კომუნიკაცია, ვერბალური თუ არავერბალური საშუალებები და ასე შემდეგ. პატრიარქ შიოს ეს ჯერ გამოსავლენი აქვს, აქამდე ალბათ ჯერ არ დასჭირებია ამ ფორმით, აი ამ ტაქტიკას ირჩევდა, რომ გადავაბიჯოთ აი ამ რაღაცა უხერხულობებს და მუშაობდა. მაგრამ ეს დღე აუცილებლად დადგება. მე აქ რა მიქმნის პოზიტიურ და სკეპტიკურ განწყობებს. ახლა პოზიტიურ განწყობებს მიქმნის ის, რომ თუნდაც პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის დღეს სოფლიო პატრიარქი მიიღეს ზუსტად ისე, როგორც უნდა მიღებულიყო, ზუსტად იმ პატივში, არაფერს არ აუარეს გვერდი, ბუნებრივია, რომ მას უნდა აეგო წესი, ასე ვთქვათ, პატრიარქისთვის, მაგრამ ახლა ქვეყანა თუ და საეკლესიო დასი თუ წინამდე წავიდო და ვერავინ ძალით ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ამიტომ აი ეს პროცესი მაშინდელმა მოსაყდრემ ახლა უკვე პატრიარქმა შიომ შესანიშნავად ჩაატარა. ასევე ანუ ამით აჩვენა, რომ ის მისი ასე ვთქვათ შეხედულებები არ არის ასე მარტივად რუსული, როგორც ვთქვათ, რაღაცა მithქმა-მოთქმა არსებობს. მაგრამ სკეპტიციზმის საშუალებას თუ მიზეს რა მიქმნის? სულ რომ პირადად პატრიარქი შიო იყოს რაღაცაზე ორიენტირებული, ის ვერ იქნება ასეთი ავტორიტარული, ბუნებრივია ჯერჯერობით მაინც. ანუ სულ რომ პატრიარქს კი არ დავუკავშიროთ გადაწყვეტა პერსონალურად ან მის შინაგან ფასეულობით დგენელს, ეს უნდა იყოს სინოდალური მხარდაჭერა. სინოდალური მართლობაა ჩვენთან, დიახ. სინოდალური მხარდაჭერა ექნება თუ არა, აქ მიქმნის უკვე სკეპტიციზმს. ამას გარდა ეს არ არის ჩვენ ამ კონტექსტს, რომელსაც განვიხილავთ. მსჯელობთ როგორც იმ ვარაუდით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შიდა საძალაუფლებო სივრცეში არის კვლავ ავტონომიური და მოკლედ მარტომაცია დამოკიდებული, რას როგორ გააკეთებენ. მაგრამ ეს რომ ასე არ არის, მე მგონი ძალიან ცხადია. ანუ აქ არის ლაპარაკი მათ შორის საერო მმართველის მისწრაფებების საით არის. მე მაინც ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ტოტალიტარული მმართველი, რომელსაც გააჩნია რეალური თავარი საძალაუფლებო სივრცე, მაინც მიმაჩნია, რომ ასე მარტივი ამოსახსნელი არ არის ხოლმე, იმიტომ რომ მისი ქცევების მიხედვით ხან ერთსავლეს და ხან მეორეს პირველი საწინააღმდეგოს. ამიტომ თეორიულად შეიძლება ისიც დაუშვა, რომ პირიქით საეკლესიო მმართველობით შეეცადოს დასავლეთთან ურთიერთობის გამოსწორებას, იმიტომ რომ აქამდე სხვა მხრივ ვერაფრს ვერ ახერხებს. ის ძალიან თეორიული ჭრილია, მაგრამ თეორიული ჭრილი შეიძლება იყოს მაინც რაღაცა გარკვეული ალბათობა. ან პირიქით ამის საწინააღმდეგო, რომ მისი ორიენტირი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აიღო, ამ ყველაფრის პირდაპირი ნაწილი გახდეს უკვე პატრიარქი და ეპისკოპატი. ანუ ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია წარმოადგინე. ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ესეც არის, რომ ჩვენ ვერ გაგვირკვევი, ასე ვიტყვი, შენიშნებართვით ორშაბათობით რა ხასი ვუტრირებს. ხადია ორშაბათობით რა პოლიტიკას აწვება, რა ხასიათზეა ოლიგარქი ივანიშვილი და სამშაბათობით განსხვავდება თუ არა სამშაბათის ივანიშვილი ორშაბათის ივანიშვილისაგან. ხადია აქ მართლა კალენდარულ დღეებზე არ არის საუბარი, მის მიდგომებზეა. მაგრამ არჩილ ერთი კითხვაც რა საკვირველია, როგორც ავტორიტეტი ან ავტორიტეტი თუ გნებავთ, ილია მეორე ილია მეორე ვერ იქნება შიო მესამე. რაც ილია მეორეს ეპატიებოდა, შიო მესამეს ჩემი მოსაზრებით არ ეპატიება. ყოველ შემთხვევაში
მეტად აქტიური იქნება, მეტ კითხვას დასვამს საზოგადოება. ვუტრირებ აქაც, მაგრამ ილია მეორე უკვდავი იყო და შიო მესამე მაინც მოკვდავია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. კანონიზირებული არ არის. მე მომეჩვენა, რომ მისი ამომრჩეველი იერარქები ხას უსვამ. ანუ 22-21 მის გარდა ამომრჩეველი იერარქია უმაღლესი სასულიერო პირი. თითქოს გარკვეულად ზღუდავენ უკვე მას. კერძოდ, ასე მაგალითად სტეფანემ თქვა ამგვარი რამ მიტროპოლიტმა სტეფანემ, რომ დიუშენის პრობლემებით დაავადებული ბავშვების ყურდალობასთან დაკავშირებით მე შინაარს გადმოგცემ, საპატრიარქოს პატრიარქ შიოს სულაც არ აქვს ვალდებულება, რომ ხმა მოიყოს მით უმეტეს, რომ ექსპერიმენტულია ის მედიკამენტიო. ამასაც თავი დავანებოთ, აქ მართლა შეიძლება რაღაც კამათი მსჯელობა და ასე შემდეგ. პატიმრებთან დაკავშირებით იმავე სტეფანემ თქვა, რომ ისიც რაო, ჯერო მოინანიონ, ჯერო ბოდიში უთხრან საზოგადოებას კი არა ხელისუფლებას, რომ და მერე შეიძლება ჩაერიოს პატრიარქი შიო მესამე. თუმცა არსებობენ სხვა მღვდელმთავრები, რომლებიც სულაც არ არიან მისი ამომრჩევლები. თითქოს ამ სქილასა და ქარიბდას შორის გაჭედილია ფილოსოფოს არჩილს ვეკითხები ახლა შიო მესამე მეთახმები? ის უნდა დაჰყვეს ერთ ჯგუფს. ან არ დაჰყვეს პირიქით. ამომრჩეվել უმაღლეს იერარქებს შეიძლება წინააღმდება კონდა გაუწიოს, არც ვიცი. ამიტომ საწყის ეტაპზე პატრიარქ შიოს მოუწევს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება თუ ამას იც შეძლებს. იმ დონეზე განმტკიცება მაინც რომ აი ასეთი მარტივი ჩარჩოები არ შესთავაზონ. ახლა ამ შემთხვევაში მიტროპოლიტმა სტეფანემ ძალიან მარტივი ჩარჩოები და რაღაცა ვალდებულებითი ჩარჩოები შესთავაზა. ჯერ ასეთი არც ერთს არ გაუკეთებია. რატომ? პირველი პატრიარქ შეიძლება არ ქონდეს სამართლებრივი პოლიტიკური ვალდებულებები პირობითად. არა აქვს, რა თქმა უნდა. ეგრე არც უფლებები გააჩნიათ პოლიტიკაზე მსჯელობის, მაგრამ მსჯელობენ, არა? მაგრამ ჩვენც ამას რბილად ვიღებთ, ზოგჯერ პირიქით იქითაც ვეკითხებით, იმის გამო რომ ისეთი ტიპის ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ აი ეს ყველაფერი რატომღაც საჭირო ხდება. და ნებისმიერ კანონზე ამის სასულიერო პირები არჩევენ სპეციალისტებზე მეტად, მაგრამ პატრიარქს აქვს ვალდებულება, როდესაც იქ მივიდნენ ასე ვთქვათ, განსაცდელში მყოფი, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვები და მათი კიდევ უფრო მეტ განსაცდელში მყოფი ოჯახის წევრები, დაელოცა, მოფერებოდა რაღაც სიმბოლური თავისი წილი სოციალური ბენეფიტი შეეტანა. შეიძლება ეს ყოფილიყო ზღვაში წვეთი, მაგრამ მე ვლაპარაკობ რა შეუძლია პატრიარქს. ეგ ერთი. მეორე შეუძლია ის ვერ გადაწყვეტს სულ არა ვალდებული, ახლა მედიცინაში ერკვეოდეს ბუნებრივია, თუ პროფესიულად თავის დროზე არ იყო პატრიარქის სიტყვაზე მედიკოსი, რომ რაღაც საკუთარი აზრებიც კი გააჩნდეს, მაგრამ შუამავლობის როგორც ერის და საზოგადოების ჰარმონიის შექმნა ეს მისი ვალდებულებაა უკვე. ამიტომ, როდესაც ხედავ, რომ ადამიანები ამ დონეზე არიან, რომ ეს ბავშვებიც, მშობლებიც, ოჯახის წევრებიც წვიმაში ქარში გარეთ დგანან, ნეგატივი აქვთ უკვე მართველი ძალაუფლების მიმართ, რომ აი აქ რაღაც გარკვეული ჰარმონია შეიტანო. დაალაპარაკო ისინი შენს გვერდით, ყველა ბევრად მოკრძალებულად მოიქცევა პატრიარქის გვერდით. არავინ მისცემს საკუთარ თავს ზედმეტი აქტიურობის გამოხატვის უფლებას. ანუ ემპათიური იყო მათ მიმართ. ემპათიური იყო. ხო, ანუ ეს შესაძლებლობები აქვს. რაც შეეხება პატიმრების თემას, კი ბატონო, პატრიარქს საერთოდ არ აქვს უფლება ამ შემთხვევაში წმინდა პოლიტიკური შეფასება გააკეთოს, რაც მეტროპოლიტმა სტეფანემ გააკეთა. მან უნდა აიღოს მოცემულობა, რომ ის არის პატიმარი და რა შეუძლია პატრიარქს პატიმრისთვის ზოგადად, მიუხედავად იმისა, სამართლიანად არის პატიმარი, უსამართლო და თუ ასე შემდეგ, ანუ მინიმუმ როცა ხედავ, რომ შენი ქვეყნის მომავალი ახალგაზრდა თაობა არის ციხეში, რა შეუძლია სულ რომ, იმიტომ რომ აი არ იყოს არ განსაჯოს, ასე ვთქვათ, სასამართლოს ფუნქცია არ მოირგოს, რაც მესმის პატრიარქის შემთხვევაში, არც დამნაშავე დაარქვას და არც უდანაშაულო, რომ
ადამიანები, რომლებიც დღეს კლავ განათლებას უნდა იღებდნენ, რაღაცი ცხოვრებით ყვებოდნენ, არ არიან საშიშები, თქვათ, როგორც შეიძლება იყოს ვიღაცა მკვლელი, რომელიც გარიდებაც აუცილებელია, სხვა გზა არ არის, თქვათ და ციხე არის გარიდების აუცილებლობის მქონე ადამიანებისათვის. რას აკეთებს ამ კუთხით? აი ამაზეა ლაპარაკი და არა იმაზე, რომ მარტივი გადაწყვეტილებები შემოიტანოს ახლანდელ პატრიარქს, ახალ პატრიარქს. ყველაზე მთავარი რესურსი მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება შეიძლება ჯერ არ აქვს საკმარისი და ასე შემდეგ, და არც საპატრიარქო ავტორიტეტი, არ ვამბობ ზოგადად პიროვნულს. მისი მთავარი იარაღი არის დიალოგის ხელშეწყობა, იმისი მისიონერობა, რომ ჰარმონია შექმნას. ოპოზიცია, რომელიც ყოველდღე თქვათ, ნეგატიურად გამოდის, დავანებოთ აქაც ისევ და ისევ ქრისტიანულ კონტექსტს ვამბობ, სამართლიან თუ უსამართლოს. ნეგატივით გამოდის, ათობით ადამიანი, ზოგიერთ შემთხვევაში ასობით ადამიანი ყოველდღიური პროტესტის რეჟიმშია. ყოველდღიურ რეჟიმში აპატიმრებენ ახალგაზრდებს, რომლებმაც შეიძლება ფეხი იქარდადგეს აქციის დროს, როგორც იქ რაღაცა ძალოვანმა უკარნახა. ესეც ხომ გაყოფილი საზოგადოება პატრიარქის უკვე შეუძლია ამის ჰარმონიზებაზე იმუშაოს, ისაუბროს, შეახვედროს, პირადად შეხვდეს, ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს პატრიარქ შიოს, მას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, გაირბინოს, რო იტყვი, ან გაიქცეს ხან ერთთან, ან დაიბაროს თავისთან, ხან რაღაც აქციის წარმომადგენელი, ხელისუფლების წარმომადგენელი. ილია მეორე უკვე როგორ ასაკში იყო, ხელისუფლებაც რო შეიცვალა 2012-ში, დადგა ერთ სუფრაზე დასვა, გვერდით ყავდა, მე კი არ წავიდა ეს ყველაფერი ჰარმონიულად, მაგრამ აი როლანდს ყავდნენ ხოლმე მე ქართულ ოცნებას კოაბიტაციის თემაზე გახსოვს, თანაცხოვრების თემაზე. იგივე პრინციპი პირველ რიგში პატრიარქმა ილია მეორემ გააკეთა, რომ თანაცხოვრება უნდა ისწავლოთ, იმიტომ რომ ერთ-ერის ნაწილი ხართ მიუხედავად იმისა, ძალაუფლებაში ხართ თუ ძალაუფლების უნდა მიღმა. შეუწყოს ხელი და კიდევ თუ ნებასმოწმება ასეც ვიტყვი, კარგად უნდა გაისიგრძე განოს თუ სწორი სიტყვა პატრიარქმა შიო მესამემ, რომ ეს არ არის გასული საუკუნის 20-იანი წლების, ზუსტად 99 წელი, 90 წელი წინანდელი ამბავი, როცა ან თუნდაც მეტი ხნის წინანდელი ამბავი, როდესაც პატრიარქს ებრძოდა მანამდე კანდიდატი და უკვე შემდგომ მეორე ვახსენებ ამ კაც ლეონიდე ასე მაგალითად ან ქრისტეფორე ციცქიშვილი ებრძოდა, იცი თქვენ დიდი ამბავი იყო 27 წელს გარდაიცვალა ამროსი ხელაია და იქ იყო ძალიან დიდი ამბები, პრაქტიკულად გადატრიალებაც კი ხდებოდა პატრიარქ ამროსი ხელაიასი და აღარ გავაგზელებ ახლა იქ რა მოხდა და როგორ მოხდა, ხო? მაგრამ კარგად უნდა ეს გაისიგრძე განო შიო, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდეა ის პატრიარქი. ანუ მას ვერავინ ვერ შეეხება, მით უმეტეს ჩვენ დროებაში, ხო, ეს არ არის ერთი საუკუნის წინანდელი ამბავი, რომ ვინმე ასე დააზიანოს, ასე ავნოს, რომ გადააყენოს, ასე მაგალითად. ის ძალმოსილი პატრიარქია, ის უფლება მინიჭებული პატრიარქია და ძლიერდი ამას სოფლის არის, მას პრინციპში ვერ შეეხებიან, მით უმეტეს. თუ საზოგადოების ერთი და მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა ეკნება, ხო არ გადავაჭარბეთ ჩემს ამ რეპლიკებში. მე მგონია, რომ გადაყენების შეუძლებლობის კუთხით თლად ასე მარტივად ზუსტად ახლანდელ პოლიტიკურ ეპოქაში არ არის? საკითხი არ. აჰა. თუ თქვენ აი შენახსენე სიტყვა წაეხმარა ხელისუფლება და რა თქმა უნდა აქ ძალიან პოლიტკორექტული ზმნა იყო სინამდვილეში, ბევრად უფრო მეტი შინაარსდებთ ჩვენ. როგორ გითხრათ, ეს წახმარება იყო წახმარება, რომლის დროსაც პატრიარქი მოსაყრეობის დროს სულ რამდენიმე ეპისკოპოსთან იყო აქტიურ კომუნიკაციაში. მისი აღიარება სინოდში იყო ბევრად მცირე. ძალიან ნაკლები პერსპექტივა ჰქონდა მას, ბუნებრივად რო წასულიყო პროცესი, გამხდარიყო პატრიარქი. ძალიან მნიშვნელოვანი წილი იკისრა სახელმწიფო სექტორმა, ამ შემთხვევაში მმართველი ტოტალიტარი სახით, რომელმაც უზრუნველყო მისი თვის საჭირო ხმების რაოდენობა. უბრალოდ ზღვარზე გაიარა, ხა მე ვერ ვიტყვი, რომ კომფორტულად მოახერხეს ეს ყველაფერი, ბოლო წუთამდე იყო გარკვეული ალბათობა იმისა, რომ შეიძლება სურათი შეცვლილიყო, მაგრამ ეს ყველაფერი მოახერხა და რატო ვამბობ ამას?
თუ ვიღაცას თუ პატრიარქი შიო დაიჯერებს რომ ეს მართლაც ასე მარტივად დგას საკითხი რომ ის არის მას ვერავინ შეეხება სინოდში ცოტა უხერხულ შედარებას მოვიტან მაგრამ ასეთი დარწმუნებული იყო ალბათ გახარია ცხარიბაშვილიც მაგრამ ნებისმიერ წამში მმართველი ტოტალიტარი ფლობს რესურსებს წინააღმდეგ წაიყვანოს გუნდიც და გუნდსავე ჩაარეცხინოს და გაანადგურებინოს მანამდე აღიარებული, ხელში აყვანილი, ასე ვთქვათ, ლიდერები. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ის საეროსივცია და თეოლოგები შეიძლება შემედაუნ, რომ არასწორ შედარებას აკეთებს სად ერთი, სად მეორე. მე როგორც პოლიტიკური ფილოსოფიის მიმართულების მქონე სპეციალისტი, ვაღიარებ ძალაუფლების ძირითად კონტექსტებს, ყველგან სადაც ისინი ერთმანეთს გავს, ამ შემთხვევაში საეკლესიო ძალაუფლების კუთხითაც და საერო ძალაუფლების კუთხითაც. ამიტომ ასე მყარად პატრიარქ შიოს ჯერ ძალაუფლება არ აქვს. მან ამაზე ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს. ამის საშუალებას მისცემენ თუ არა, ეს კიდევ საკითხავია. ნუ ჩემთვის ნაკლებად საკითხავია, იმიტომ რომ მე მაგ ზოგადად ვარაუდი, რომ ალბათ არავინ მისცემს იმის საშუალებას დღეს, რომ პატრიარქმა შიომ შექმნას ურყევი, შეიძლება წახმარება ქონდეს, რომ ეს რისკები დაწიოს. მაგალითად, ეპისკოპოსები აი გამოსარჩევი, 6 ეპისკოპოსი თავად გამოირჩიოს. ამას გარდა რამდენიმე ეპარქია ჩაანაცვლოს თქვათ მართველი ამჟამინდელი ვიღაც პენსიაზე გავიდეს კიდევ თავისი ჩაცვას, მაგრამ ზედმეტის რესურსს მას არავინ მისცემს. არც სინოდში, არც ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ არავინ დაუშვებს ჯერჯერობით შიო მესამის აბსოლუტურ თუ არა ეფექტიან ძალიან საკვანძო ძალაუფლებას. ამიტომ ეს რისკები მას აქვს, მას უწევს ერთდროულად ის არის პატრიარქი, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ასე ვთქვათ ფორმალური მისი ძალაუფლება უფრო არტეფაქტივითაა რაღაცნაირად დევს ეს ძალაუფლება რომელიც მიღებულია რომ თქოს ეს თავად უნდა გამოჩორკნოს, თავად უნდა გამოძერწოს საკუთარი სახელი ისევ ისტორიას ვახსენებ. თანამედროვეობაშიც და ისტორიაშიც და საქართველოს ისტორიაში ხო მეტახმები. მაგრამ თუ ეს მისია შეიგრძნო თავად ოღონდ ერთი რამე არ დაგვაუშვდეს, ის ეპოქები მართლა სხვა პოლიტიკური ეპოქები იყო. ჩვენთან ვინც კი სცადა მმართველი ტოტალიტარიზმმა შეექმნა თუნდაც სიმბოლური ძალაუფლება, ანუ დასწეოდა თავის სტატუსს, რომელიღაცა პრემიერი, რომელიღაცა, რა ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის ლიდერი, ასე თქვათ, ხომ? თითოეული მათგანი, როგორ მდგომარეობაშია ვნახეთ და ამჟამინდელი პრემიერიც მმართველი ტოტალიტარის პირობებში მუდმივად არის თან ქმნის რაღაცებს მართლა ახერხებს ყობახიძე, მაგრამ თან პარალელურად მუდმივად აჩვენებს ივანიშვილის სად არის მისი ადგილი, რეალურად რას წარმოადგენს. ამიტომ ამ რესურსს ესე მე ვერ ვხედავ, რომ პატრიარქ შიოს ასე მხოლოდ თავის თავზე აქვს. კი, საბოლოო ჯამში შეიძლება კონდეს მას მეტი გონიერება, როგორც მოახერხა ელია მეორე, მაგრამ მე არ ვიცი აქვს თუ არა ეს რესურსები, უბრალოდ არ ამგონია რომ ეს რესურსები. მაგრამ ეს არ ნიშნავს არჩილო არ სცადოს. ნუ ასაკურვე ძალიან დიპლომატიურად, ასაკურვე ძალიან დაფიქრებით. ან იქნება მსგავსი იმ ათობით პატრიარქის, რომელიც ყოფილა, რომელიც ფორმალიზებული პატრიარქები ყოფილან. არც ისტორიამ შემოინახა სპეციალისტების მიქით მათი სახელი. და უბრალოდ გარდამავალი ეტაპი აიღოს თავის თავზე. მხოლოდ იმიტომ რომ პლუს მიამატე ერთი რამე კი ყავთ ახლა შეიძლება იქ ვიღაცა ნებისმიერი კრიტიკოსის წინააღმდეგ აქტიურად ნეგატიურად გამოდიოდეს, მაგრამ რაც გინდა თქვან, პატრიარქი შიო მესამე ბევრად დესაკრალიზებულია. ვიდრე მისი წინამორბედი, განსაკუთრებით ბოლო 10 წლების განმავლობაში. დღეს თავად ბიძინა ივანიშვილმა ახადა რამდენიმე წლის წინ ტაბუ იმას, რომ რა მოხდა პატრიარქზე შეიძლება ებჭელო, იმასაც შეიძლება შეშალოს. პატრიარქის დესაკრალიზაცია პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და მე ვფიქრობ ძალიან სწორადაც გააკეთა. იმიტომ რომ ჩვენ კერპთა ყარიცემლობაში გქონდა გადატანილი ეს ყველაფერი. პატრიარქის დესაკრალიზაცია ივანიშვილმა გააკეთა, კი არ გაწყვეტილებ, მაგრამ მეორე მხრივ პარალელურად საკუთარ საკრალიზაციას ინსტიტუციონალიზაციას შეუწყო ხელი, ხო? მე ვუმრობდი იმ პერიოდში, რომ ივანიშვილმა ტაბუ ახსნა პატრიარქს და დაიმაგრა თვითონ, ხო, უბრალოდ ბოლომდე არ გამოვიდა. მაგრამ
ამ ნაწილში რომ საეკლესიო პირები მათთან მიმართებაში კრიტიკა, ნეგატივი, მათი გამჭვირვალობა ძალიან არ უნდათ ეს სივრცე ზოგადად ნაკლებად გამჭვირვალეა, მაგრამ რა ვიცი, კადრია აგერვე, ვიდეო იღებს, ვიღაცის გადაადგილებას ყველა ხედავს, რა საკითხი დგას, ვის ხდება, როგორ ხდება და სახელმწიფოს კიდევ მით უმეტეს კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტები აქვს თითოეული მათგანის კონტროლისათვის. თითოეული მათგანი ამოღებულია მიზანში, უსმენენ და ასე შემდეგ. უნიკალური ტექნოლოგია აქვს, მეც და შენც რომ შეიძლება არ დაგვესიზმროს ფანტაზიაშიც კი, ისეთი ტექნოლოგია აქვს. ამიტომ ასეთი მაღალი მისია რომ წარმოვდგინო ახლა მე როგორც ერთმა ადამიანმა ერთმა მოკტავმა ამჟამინდელ პატრიარქს მიხვდები რომ რაღაცა ისეთივე დამოკიდებულება მაქვს 3 წლის ბავშვს რომ საუნივერსიტეტო ვალდებულებები მოთხოვ. მე არ გულისხმობ ამას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ბუნებრივია პატრიარქშიოს. ამ შემთხვევაში გულისხმობ რომ მას ჯერ ეს პირობები არ აქვს და თან უნდა გამოავლინოს და საკუთარი თავი უნდა გააცნობიეროს პირველ რიგში ეს მას შეუძლია თუ არა. ხო. იმიტომ რომ შიო სულ მოქმედებს თავდაცვის რეჟიმში და მესმის რატომაც პატრიარქი გარდაიცვალა თუ არა მეორე დღესვე დაამტკიცებინა სინოდს მოსახდრეობა საკუთარი. მიუხედავად იმისა რომ იდეაში ხო დაამტკიცებული იყო, მაგრამ იყო რისკი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სინოდი წევრები რომ ასე ვთქვათ მასსავით სწრაფად ემუშავათ, შეიძლება მისი მოსახდრეობა კითხვის ნიშნის ქვეშაც დამდგარიყო და სხვა მოსახდრე აერჩიათ. მეორე დღესვე გააკეთა. სასწრაფოდ ძალიან სწრაფად აწყო პროცესი რომ სანამ სხვა კანდიდატები მეც იმუშავებდნენ ურთიერთობებზე, ხმებზე სასწრაფოდ კი ვადებში იყო და ვადებში ჩაჯდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩქარჩქარა გაკეთა, ამას აჩვენებს რომ და ეს კამპანიები საზოგადოებრივი კრიტიკული ნაწილისადმი ნეგატივის მიბმა ორგანიზებული პროპაგანდა და მუქარები და ბევრი რამე ეს აჩვენებს რომ მას ჯერჯერობით საკუთარი შინაგანი ლოკუსის კონტროლი, ანუ რწმენის კონტროლი ჯერჯერობით მას არ აქვს და ალბათ გასაგებია რატომაც არ აქვს. მან უნდა დაინახოს ჯერ პირველში საკუთარი თავი, თუ უკვე არ დაინახა რა მაქვს, აი რომ დაფიქრდება ინტრონიზაციის მერე რაღაც 1-2 დღე რომ ეიფორიიდან გამოვა და რომ დაჯდება მარტო და რომ იფიქრებს მე რას ვაკეთებ, როგორ ვექცევი ჩემს თავს როგორც ადამიანს. მე მივყვები მოწამეობრივ გზას, მე რა ვინ ამირჩია, პატრიარქი ილია მეორე კომუნისტებმა აირჩიეს, მაგრამ პირველ რიგში მათი დისტანცირება მოახერხა და უამრავი რაღაცა გააკეთა იმისათვის რომ შეიქმნა ავტონომიური ძალაუფლება ჯერ კიდევ რომელ ეპოქაში. ანუ მე მივყვები ამ გზას, მე ვერ ვახერხებ და მოწამეობრივად პატრიარქები, მოწამე პატრიარქები ვით ვიცხოვრება, ახლა გასაგებია რომ არავინ დახრიტავს და არავინ გადაასახლოს, მაგრამ ახლანდელი მოწამეობა შეიძლება დისკრედიტაციის გზაზე გადიოდეს, შერწყმენაზე, მორალურ განადგურებაზე და ასე შემდეგ. მე ამ გზას ავირჩევ, თუ რაღაცა პრაგმატული კვეთის ძებნაში ვიქნები, რომ თან უსაფრთხოდ ვიყო, კომფორტულად ვიყო, მაგრამ თან რაღაცები ვაკეთო, რომ სათქმელი იყოს, თუ პირიქით მივყვები დაქვემდებარებულ ძალაუფლებას, რომელშიც აღმოჩნდი და მმართველ ტოტალიტარს სანამ ის ცოცხალია, მივყვები ფეხდა ამასობაში თუ კი გავძლიერდები, აი ამ მმართველისადმი კომფორტის შექმნის გზით, ის ბევრად ახალგაზრდა, მმართველი ტოტალიტარი მუდმივი ვერ იქნება და შემდგომ ვიღებ, როდესაც ის დაუძლურდება, უკვე მე ამ ავტონომიურ ძალაუფლებას. ანუ ეს სტრატეგიული ალტერნატივები პირველ რიგში მან უნდა შეაფასოს საკუთარ თავში, რომ მე მიხდეს პირველი კითხვიდან დაწყებული რითიც ლაპარაკი დაიწყე. მივდივარ სადმე თუ არ მივდივარ, თუ საერთოდ ჯერჯერობით ამ საკითხს საგარეო ურთიერთობებს ვანებებ თავს და არც უკრაინა არსებობს, არც დიპტიხი არსებობს, არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესტიჟი არსებობს, იყოს ისე ვილიამ მეორეზე ჩამოკიდებული ზოგ პატრიარქ დღემდე ეგონოს პირობითად, რომ ისე ვილიამ მეორე ცოცხალია და არის პატრიარქი. თუ შიგნით მიყვები, თუ უბრალოდ სინოდში მოქმედებ და ვძლიერდები, იმისათვის რომ მან მოქმედება დაიწყოს, ჯერ უნდა დაინახოს საკუთარი თავი, რას მოსთხოვს პირველ რიგში ის სავის თავს და არა ჩვენ რას მოვთხოვთ არის იმედზე ვიქნებით. არჩილ გამზარდია იყო ჩემი სტუმარი, არჩილ უღმესი მადლობა, პროფესორი გამზარდია გსტუმრობდა, ძალიან საინტერესო იყო, ვარაუდობ მაყურებლისთვის ისაც შენ მეც და მაყურებელსაც გაუზიარეს შენი მოსაზრებები, წარმატებას და გამარჯვებას გისურვებ. მადლობა. მადლობა ირაკლი.
გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.